გამომარჯოს მეებს დაგიბრუნდით მოკლედ. კი ნახავდით, კი მიხვდებოდით, რომ ამ ვიდეოში საუბარი იქნება აი ამ პატარა ლამაზმანზე. რა ხდება ეხლა? ნუ ვიყიდი მანქანა. წავედი გადავიღონდა YouTube-ისთვის ვიდეო, დავედი ჭოროხზე, გადავიღეთ ძალიან მაგარი კადრები. როგორც საუბრით, განხილვით, ისე უბრალოდ ლამაზი კადრები რა. მაგრამ ამ საუბრის კადრებში ჩვენი ხმა საერთოდ არის მოდა რა, იყო საშინელება, ძალიან დიდი ქარი იყო. ამიტომ ეგ კადრები, წასაშლელი იყო რა, სხვა არაფრად არ ვარგოდა. რაც შეეხება მანქანის ლამაზ კადრებს, ეგენის გავაკეთეთ საკმაოდ კარგ ხარისხში, საკმაოდ კარგი საუნდებით და მე გაგვახსენა, რომ ამ საუნდებს თურმე YouTube-ზე ვერ დავდებთ, იმიტომ რომ სტრაიკი აქვს რა. აი ძალიან მაგარი კადრებს იხილავთ ჩემი მანქანის Instagram-ზე, რომელიც აღწერაში იქნება. და ეხა თავიდან მოგიყვებით ცოტა სამანქანაზე რა. ეს არის F30 2.0, N26 ძრავი. ჩამოვიდა საკმაოდ დაზიანებით, აი აქ კრილო იყო გაფუჭებული, კარი, კაპოტი და ბუფერი რა და ფარი სხვათა შორის. ეხა რას გაფუჭებული იყო ეგენი დიდად გულზე არ მოხტამები რა, იმიტომ რომ ის უნდა შესული იყო. ეს მანქანა ვიყიდე ბათუმელი ბიჭისგან, ანრი მიქელაძისგან, მოკითხვა ჩვენ ძმას აქედან და მას მოუწია ამ მანქანის აწყობა რა. მე ეგ სიამოვნება ვერ მივიღე. რა თქმა უნდა, გადაწყობილი არის SEM-ზე, GT-ის კაპოტი აქვს და ფარები. ნავიდურო შეხედავთ, ვიდეოებში ნახავთ ეხა კარგად. ძალიან ლამაზი მანქანაა რა. პასატკა შესული გვაქვს, რა თქმა უნდა, სპორტულ პასატკაზე დგას და 19-იანი დისკებიც გვიყენია რა. დისკებს ძალიან უფრთხილები, ძალიან ლამაზია. ცოტა გრუვი კი აიხა ბათუმში სასიარულოდ, მაგრამ იდეაში კაია რა, წავა. ხო, რაც შეეხება რამე თქვა გაკეთებული ამ მანქანაზე, ჯერჯერობით არაფერი, თავისი სტოკი 255 ცხენი აქვს, ეხა 5 ცხენს აღარ გამოვიყიდით. ცოტა ვიზუალს დაგათვალიერებინეთ ეხა. ესეც. და ხო, დღეს რატო ვწერ ამ ვიდეოს რა? დღეს რატო ვწერ ამ ვიდეოს და თან დავუშვით მანქანაში ხიდან ვილაპარაკოთ. მოკლედ მანქანა მაგვინთო ჩეკი. რატო ამინთო არ ვიცი. ეხა დავუშვები განახებთ დაქოქვასაც და დაქოქვის დროსაც. ნახეთ, როცა დავქოქავ, თავიდან ცოტა უჭირს დაქოქვა. ნახე და ხო, ეხა კიდე იმდენად აღარქნა, მაგრამ აი გუშინ, აი ესე თუ რაღაც თავიდან დაქოქვა რო უჭირს მანქანას, ხო ვიცი? აი ეგრე იყო და შემდეგ იქოქებოდა რა. ჩეკის გვაქანთილი, აი სამუსიკა დაუწიოთ არ უაწყოს. ძრავი ჩეკი გვაქანთილი და მე ვფიქრობ, ეს არის აი ამ პატარა იმის ბრალი, ეს არის იდოქში ძრავში ზეთის ტემპერატურას ამოწმებს რა. სავარაუდოდ წინ სენსორი ექნება, რაღაც ეს ბრტყელი, რომ ჩემ წარმოდგენაში ვიზახი რა, ეხლა ზუსტად არ ვიცი, არც მინახავს და აი ამ ტემპერატურას არ მიწევს რა ზევით. გუში მიმოძრავე რა, ჩახუში ვიყავი, მახინჯაურში ვიყავი, ბათუმში მთელი დღე ვიარე და ტემპერატურა ვაფშე არ აუწევია რა. ეგეთი რაღაცა გამორიცხულია და ეხა დაქოქილზეც რო 1 წუთი ამუშავე, ტემპერატურა უნდა აიწიოს რა. ხო. მე ვფიქრობ მაგის ბრალი არის და მაგის გამოვანთებს ჩეკს. იმედია სხვა რამე ძვირიანი პრობლემა არა. მე პრობლემებს ვუყურებ ზოგადად ესე. არის 2 ციფრიანი პრობლემები, არის 3 ციფრიანი პრობლემები და არის 4 ციფრიანი პრობლემები რა. აი 3 ციფრიანიც რო არ იყოს ვაფშე მაგარი იქნება რა. ხო, სანუსაც შეეხება ეხა F30-ზე საუბარს მე არ დავიწყებ და რაღაცა სარიშვილობას. ყველა ვიცით ეს მანქანა M-ის რული გვაქვს, M-ის სიდენიები გვაქვს, ჩვეულებრივი კულიცა, ნორმალური მონიტორი და სალონია F30-ია რა, მეტი რა უნდა ქნას ეხა. ხო, რაც შეეხება სიახლეებიც გვაქვს რა, აი ეს მაგარი ნოხები, ეხა პროსა ცოტა გასარეცხია. სხვათა შორის, აი აქ რო ლაქებს ხედავთ რა, დასრულებს. ეს ეტყობა მარტო შავს. დავითას აქ კიდე ნაცრისფერი, ნახავთ ვინაა დავითა, რას აკეთებს ასე შემდეგ. აქ ნაცრისფერი, რომელსაც აი ესეთი იმ ტუერისებიდან თეთრად არ ეტყობა რა. მე პროსტა ეხა შავი მანქანა ყავს და ნაცრისფერი არ მოუხდებოდა, თორე ნაცრისფერი ბევრად კომფორტული არის რა. მაგას დავითას რო დაუკავშირდებით, გეტყვით. აი ესეთი ევანოხებს ამზადებს, დავითას თან ვიყავით, მაგ კაცმა გაგვიკეთა ეგ ნოხები, სრულიად უსასყიდლო, ძალიან ჯიგრულად მოგვიდგა. აუის მაგაცმა ისე ჯიგრულად მომიდგა, რომ სულ მილიონი გამომწერი მყავდა, ის მაგაც მაინც ვიტყვი, რომ ნახებს აკეთებს დავით ამეთქი რა.
ხო, სულ ესაა, ახლა მივდივართ მოკლედ გასაკეთებლად მანქანის დიაგნოსტიკას უნდა შევაერთოთ და ვნახო რას დამიწერს, სად მიმყავს და ვისთან მიყავს, მაგასაც გეტყვით რა. და ხო, დაგასწორებთ ბათუმში რაღაც ცნობილ BMW-ს ხელოსანთან და იმასთან არ მიყავს რა. ერთი ძალიან მაგარი კაცი აღმოვაჩინე, იმასთან მივიყო და ძალიან ჯიგრულად, რავი, ყველაფერს აგვიხსნის, გვეტყვის რა როგორ არის რა. თქვენს გირჩევთ და თუ გაგიხარდება, შეგიძლიათ მიბრძანდეთ იმასთანაც. გააგრძნობთ ვინ არის, სად არის და ასე შემდეგ. მოკლედ იქიდან ჩაგერთვებით რა. მოვედით ბიჭებო, აი აქ დავდივარ მე. პრემიუსი, სერვისით, ყველაფრით ძალიან გაყოფილი ვარ ხოლმე რა. ბათუმელებს გეცოდინება სკალფის წინ. მოპირდაპირე მხარეს ზუსტად რა. რავი, გული ხალხია მართლა შიგნით, რომ შევალ გაგაჩვენებთ, ეხლა განჯავს უნდა შევაერთებიო კომპიუტერზე. და რავი, გაჩვენებთ და თქვენ თვითონ მიხვდებით, რომ მართლა აი გული და სული ხალხია რა. ყველაზე ამაღელვებელი მომენტია მაი. სანამ შეცდომებს დაწერთ. რო ფიქრობს რამხელად დაგენძრა რა. მაითე მაი. არაფერი? მაპ თერმოსტატი ჯამი ოვე. თერმოსტატი ხო? თერმოსტატთან დაკავშირებული პრობლემა გქონდა ახლა. კიდევში თერმოსტატია შესასვლელი მე როგორც მივხვდი. არ ვიცი ნახავ-ახლა გავაკეთე ისეც. ბატონო. კიდევში ვიჭებო, დაგვიწერა თერმოსტატის პრობლემა და ვარკვევთ ეხლა რა როგორ რანაირად რა. თერმოსტატს სად გავაკეთებ არ ვიცი მაგდენი. ნახავთ მოკლედ და გააგებინებთ ყველაფერს უეჭველი. ვიჭებო, სანამ ჩვენ დიაგნოსტიკას გაკეთებული ჩვენი ლომი გაგაკეთებს აგერ, მანამდე გეტყვით რა ამ სერვისზე ერთოს იყოს მოკლედ სავალი ნაწილი, აფეთ საბურავები, ზეთის შეცვლა, პროგრამირება, გადაცემები, ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ აქ რა. რავი, პრემიუსი კალფის მოპირდაპირე მხარეს რა, ლეონიძეზე. მართლა ძალიან კაი სერვისია, როგორც ბიჭები მთელი გულით სულით დაგხვდებიან რა. აგერ განჯას ეხა გადაყოლილია ჩემ მანქანაზე ძმაო. რაღაცა პრობლემა მოგვიგდო და ვეძებთ ეხა რაშია პრობლემა. ანუ დაწერა რომ კი ის არისო სახელი დამოვიწყდა ჩემი. უარ გადავა. თერმოსტატი დაწერა და ანუ ეხა სხვა მოხელეები როგორც ისიც გეტყოდე რომ თერმოსტატი დაწერა, თერმოსტატი წადი და შეცვალეო რა. მაგრამ ჩვენი ძმა აგერ ეძებს ზუსტად რისი პრობლემაა რა. მაქსიმალურად შევეცდები დავადგინო, შეიძლება თერმოსტატთან მიმავალ კაბელებში იყოსო რაღაცა ისა რა ქვია, დაზიანებაო, ან მოკლედ თერმოსტატის შესასვლელი არ გქონდესო რა. რავი, ესეთი რაღაცა ძალიან დასაფასებელია ჩემი აზრით. მოკლედ ბიჭებო, რა იყო პრობლემა, ეხლა ნახეთ, თერმოსტატი დაგვიწერა და წინ შტეკერი, წინა პატრონს ჰქონდა ძალიან მაგრად დაკეთებული, შტეკერის კბილი მოუწყდა და ჩააწეპა რაღაცით რა, მინუტკიდან არ ვიცი რაღაცით და ნუ ეგ დადნა ალბათ ეგ მინუტკა სიმხურვალეს და ვარდებოდა შტეკერი რა. შტეკერი დავამაგრეთ ეხლა ხამუთით, ნუ შტეკერის გამო 300 ლარიანი მას ვერ შეცვლი რა, თერმოსტატს. ლოგიკურია ხო? როცა გაფუჭდება ხოლმე, მე შეცვლი ეხლა. მახრო ხამუთი იყოს, დიდი პრობლემა არაა რა. მოკლედ ესეთი რაღაცა იყო რა, დაისვა, განგამ გადამყვაზე ძმაო, პროსტა გამოჩენა არ უნდა, თორე, რავი, ნებისმიერი სხვა ელექტრიკი მეტყოდა რომ აი ესე თერმოსტატი დამიწერა ძმა, წადი თერმოსტატი შეცვალე ხოლმე ხარ რა. რავი, ეგეთი მიდგომა არასწორია, მაგრამ ამ კაცმა გადამყვაზე ძმაო, ვისაც გაგიხარდებათ, ნომერსაც მივუთებ ხახწერაში და შეგიძლიათ მოვზადეთ. მისამართი კი იცით რა. მოკლედ ეხლა დავაყენებ ამ ფილმს ყველაფერს, გავივლი და ვნახავთ რა როგორ რა. თუ კიდე დაგვიწერა პრობლემა, მე უკვე უეჭველი თერმოსტატი უნდა შევცვალოთ რა. ეგ არის და ეგ ძმებო. ამის მერე ნახავთ დათოსნაყოფნის კადრებს და დათოსნაყოფნის კადრების მერე სამრეცხაოს კადრებს და იქნება დღევანდელი ვიდეო რა. ეგენი ყველაფერი უკვე გადაღებული მაქვს, კი მოგიყევით და საწყისში რომ რის გამო წავშალე კადრები და ნუ მოკლედ ეგ არის და ეგ რა. აი მოკლედ ვიდივართ ახლა ნოხებზე ერთ ძალიან მაგარი კაცთან. ვიდეოში რომ მივწერეთ, WhatsApp-ზე შევეხმიანებე პირადად, რომ მივწერე, ეგრევე არც უკითხავს, რამდენი გამომწერი ყავს, რამდენი ნახვა აქვს რაღაცა. პირველი რაც მითხარ იყო რომ YouTube-ს ვუყურებო, რა ვიცი, ძალიან მევასებაო, სულ ეგ მაქვს ჩართულიო რა.
და მოდიო გავისაუბროთ, არაა პრობლემა. მივედით, შევთანხმდით, გავისაუბრეთ და ეხლა მივდივართ ნოხებზე რა. რომ მივად გეტყვით სადაა, აგერ ჩვენი ძმა მიდის წინ, გაიგენი მირიანა. მაგასაც გაჩვენებთ, მაგის ვაისაც გაჩვენებთ. მოკლედ ყველაფერი იქნება მაგრად რა. პროსტა იქ რომ მივალთ, უკვე ყველაფერს გეტყვით რა, ნოხები არის, განკეთდება, როგორ კეთდება, ვინაა და ასე შემდეგ რა. ვაში ჩაველას 25 მგერი არის. აი, იქანი მაგშაურმა რა, პატარა მაგშაურმა გულში, ანახილაში. აგერ ჩვენი ძმაც მოვიდა, მიანა. და ეს კაცი არის აქეთ, მოგწამო. ახლა შემოვუყვეთ. პატარა აკაკაკი. აგერ ხაო. ევამაც ბათუმი რა. ნომერი წერია, მაილი წერია, რა ვიცი, ეზოში რო შეხვდა, წინდაპირ არის კარები ზუსტად. დაინახავთ, ხოთარი შეღებილი მაგასაც გაჩვენეთ რა. დაში შეგიძლია მოვიდეთ, არის. როგორც ისე მოყვათ, ვიდავი რა. მოკლედ, ეს კაცი არის მაო, აგეთებს, გითხარით რომ კაცი ერთი ორი სიტყვა, როგორც კი შევეხმიანე, ეგრევე ძალიან ჯიბრულად მომიდა რა. ის ამის სტუდია. პირველი რომ შემოვედი, რა თქმა უნდა, ეს კაცი ნახე და ჩემი გვარიდან მიიღოს მოვამ დროშან რა. რომ შემოვედი, მაგრამ აღიზარდა რა. საპარებულია შეიძლება გავასწავლო. არა, მუშაობის დროს. კი, ძალიან ამისოდა, იმიტომ რომ რავი, დროშა იქა ბევრ სახი არა და რაღაცა მაინც რო შეხედავ სასიამოვნოა რა. კაი, ერთ როს ხო ვიხარი, რა მასალით აკეთებ? პროდუქტი არის ევა მასალა და რატო არის ევა? ეთილი, ვინილი აცეტატი, ანუ ქაფნარი კაუჩუკს ეძახიან გასაგებ ენაზე რა. რომელიც არის ალგაუმტარი, სუნსარი კიდევს, არტყდება, არ ეხება და თუ ხარისხიანი პროდუქცია 3 წლამდე გარანტიითაა რა. გარანტია შედის თავარია ძალით არ გააფუჭო და არ დაუსვა და ნუ არც ცეცხლი არ წაუკიდო არ დაწო და ანჩენი არაფერი ამას არ ანჩენი ყველაფერი თუ რაღაცა ხარისხით შეგვიძლია შევამოწოთ პატარა ვიდეოში ჩავატვეთ მაგასაც და ეგეთება რა. ძალიან კარგი. მოკლედ მე ახლა ჩემკანაში მაქვს ჩვეულებრივი ნოხები, ანუ ნაჭრის რა. ეგ არის ძალიან არაკომფორტული რა. ზამთარში უმეტეს სველი ფეხით მოხდები, ეს ჭუჭს ძალიან მარტივად იყიდებს და ყველაფერი მაგას სამრეცხაოზე რო გადავალთ, გაჩვენებთ, ეხლა კაგას გასარეცხი არის და სამრეცხაოზე რო გამორეცხავთ, გაჩვენებთ რატო არის ეგ ნოხი ცუდი რა. რატო გჭირდებათ ესეთი ნოხები. რავი, ეს მე როგორც ვთქვი, ძალიან მარტივად ირეცხება და კერხი. გაშრობას აგერგება, ხო? კერხი, უბრალოდ როგორა წვიმიან ამინში სიტყვაზე, ამ ფორებში ჯდება ის წყალი რა, ეკუსლიან ჩამოჟგანთილი რასაც. ხო. და შემდგომ ახლა ცუდი ამინდები, როცა გადაივლისან ცუდი ამინდების დროს, უბრალოდ ნაჭრით გადაბერტყვა, ნაჭრით გადაუსვე და სოსისველი აღარ აგაგ და მტვერი არ გაწუხებს. მერე ხა ამინდები რო გამო დააკერხერებ, რა თუ ღრმათაა ჭუჭი ჩამჯდარი 2-3 სანტიმეტრი და რომ მიუშვა კერხერი, არაფერი არ მოვა. ანუ ეს გარიცხვა რო ჭირდება და რაღაც სასწავლო მოქმედი არა რა, ანუ გარიცხვა უეჭველი არ ჭირდება. ყველაფერს ჭირდება, ფეხსავიჯი ბოლო-ბოლო რა, ალახიან ფეხი და ჭუჭი ამოდის უპრობლემოდ მოკლედ მაგას პრობლემაა. კი ბატონო. ეხლა მინდა გითხრათ ამას უპირატესობაზე რა, რატო არის კაი. თუ იმის გაგისწორდებათ, დრო არ გაქვთ ან რა ვიცი დაკავებულებით ძანდებით, შეგიძლიათ ამას მიწეროთ WhatsApp-ზე, ჩაუგდოთ რო უთხრათ რომ აი ეს მანქანა ყავს, ესა და ეს მოხიმი და ამადან ფერი. ამგაც ზომები აქვს თითქმის ყველა მანქანაზე, ნუ ეხლა რაღაცა რამფერნეული მანქანა თუ არ ყავთ, მოგიწევთ მოსვლა რა. ხო, თუ ისეთი არის ავტომობილი, რომელიც პრაქტიკაში არ მყოლია სიტყვაზე, არ გამეკეთებია იმ შემთხვევაში მომყავს ხოლმე ავტომობილი, ადგილზე ვიღებ ზონას და მეორედეს ვატან. კი ბატონო, სადაც ეს გეჭირდება შეგროვოთ, მაგრამ ძალიან ბევრი მანქანის ზომები გვაქვს ახლა. სულ მანქანის არის 220 თუ 230 მანქანის ზომა მაქვს ახლა დღესდღეობით რაც ანუ ბათუმს საკმაოდ საქართველოს მასშტაბით არის, ოზურგეთშიც ვაგზავნისი ანახშიც ფოჩი. კი, ანუ მიწოდების სერვისის აქ ამასთან თუ გაგისწორდება შეგიძლიათ შეიხმოთ. კი ბატონო. ფერები საიდია, ბევრნაირი ფერია, მასალა, ხარისხები, ერთი და იგივე, როგორც პიგმენტია სხვა, როგორც კანტი, ასევე მასალაც, რა. არის კიდე დამატებით თავის სამაგრებია, როგორც სამაგრები. ეს არის ახლა Honda Purasი და თავის სამაგრები აქვს, მოკლედ ყველა მანქანა. ჩემი ფრიცებზია მაგალითად და ისეთი რაღაც არ იქნება, ხო? ინდივიდუალურად შენ მანქანას როგორ იქნება, მაგასაც გაჩვენებ ყველაფერს. კი, და კიდე ამგაც აქ ძალიან პატარა დეტალია, მაგრამ ძალიან ლამაზია. აი ესეთი ლოგოი მაგალითად, აი კოვრიგზე დგება. და რავი, მანქანა რო ყავს და რო დაждები ამას დაინახავ, ლამაზია პროსტა რა. ეგრე დავამაგროთ და ბოლოს გამოჩნდება რა იქ. კი ბატონო, ძალიან კარგი. მოკლედ ესე არის მასალა დადებული, ამკაც თარგები აქვს ამზადებული, აწერია კიდე C30, F36 რა. და რავი, მასალის ტესტად შეეხება, რომელიც ჩვენი ძმა მაგასაც გაიგეთებს რა. წანა ვიდეოს გარეთ, რავი, ძმაო, ჩაკუჩი უნდა გასვა და რავი, ისე ვიდეო აგენ გაჯერ. იჩანს.
ვერ შეატყობენ ახლა ვაჭი მე უკვე დავუშვი. ამას ხარ რამე იტყვა რომ ჩაქუჩი აქვს ნარდყამი? ანუ არაფერი ვაფშე რა. ეს შემოწვის ეს კაცი და ამის შემდეგ შოულებული საკერავ მანქანაზე შემოიკერება რა. აი ესეთი მიშინი კანტები. ეს კადისაა ხო? კი. ეგ არის საკერავი რომელსაც უნდა შემოიტანოს ჩვენი. ესეც რა ხარისხიანია. თუ იმის ხარისხზე რამე ითქვები გაქვთ ან პრეტენზიები გაქვთ შეიძლება მოგზანდეთ. არ არის არანაირი პრობლემა, ადგილზე გასცემ ყველა კითხვაზე პასუხი. თან მუშაობ საკმაოდ მიანუღია, ხო? კი. საქმის პირობებში ვარ ამ ეტაპზე და დრო საკმაოდ ბევრი მაქვს, იმისთვის რომ შეკვეთა არ დავაგვიანო რა. ანუ მეორედაც ყველა ვარიანტში ვაკანხონე რა, აი მაგაზე პრობლემა არასდროს არ მქონდა, რომ შეკვეთა არ დავაგვიანო. ხო, ეგეც ძალიან კაი თემაა. ეს ალბათ ჩვენ 2030-ის ძღოლის მხარე, რომელსაც დამუშავება უნდა მინიმალური, ეგ უკვე მე ვიცი როგორ არის, მაგასაც დეტალებს გაჩვენებთ რა. ამ ბერნებს თავისი მამალი ფრიცები აქვს ზოგადად სამაგრები. ხშირ შემთხვევაში ძღოლის მხარეს და წინა დავის მხარეს. მაგასაც ახლა დაუნიშნავ, სადმა დავაკეთო და როგორ ვაკეთებ, მაგასაც მე აუცილებლად გაჩვენებ. ანუ რავი, არაფერს მე შეძუხება არ მივიწევს, 1000 თუ არ მოვიდეთ, ყველაფერი შეიძლება რომ გაკეთო. ეს უკვე ახლა შემოსაკერებ. ძალიან კარგი. კი ბატონო. აი ესეთი პატარა ტანკი არის, რომელიც იყრება მანქანის ჩვეულებრივად რა. რავი ხარ, ხარისხზე არ ვილაპარაკო, რა ფილმი უკვე ძალიან. თუ ის დაინტერესებს, შეიძლება მოგზაუროს. კონკრეტული ახლა შავად იყერება, მას შეგიძლიათ ნებისმიერ ფერში შემოიყერება. პრობლემა არ არის არანაირი. რავი, გაიქეთებ სისარტყელის ფერებში თუ ბატონო ორიენტაციასთან პრობლემები გაქვს. მოკლედ, მოხები უკვე შეგვიგერა ამ კაცმა, 20 წუთი საერთაშორისოა, რავი. დაახლოებით აი, ნახევარი საათამდე ჭირდება, ისიც მოდელზე კომპლექს გააჩნია. კი ბატონო, შეგვიგერა, მანქანასაც მოვაგეთ უკვე ძალიან ლამაზად აქ, ანუ ხდება რეალურად მაგას ვიდეოში ნახავთ, სამრეც ხაუზე რომ მივალ. მისამართი იცით, დავით, ერთადერთი რაც არის, აღვიხარი ფასი რა როგორ არის რა? ფასი როგორ არის? მოდელს გააჩნია, კომპლექტი სტანდარტულად ხდება 110 ლარიდან, ისიც 4 კაციანზე, რომელსაც უკან ბარი აქვს გზავრებთან და შუა ნაწილი აჭირდება, როგორც იტყოდეთ, ჩვენთან ახლა კარდანზე რაც ადაფენები რა. 110 ლარი არის ფასი. ნუ გააჩნია 130 ლარი, 140, 150 მოდელს გააჩნია იქ. ბევრნაირი ნიუანსებია რა, ზომა, ფორმა, სამაგრები და ასე შემდეგ. სტანდარტულად 130 ლარია და 100-დან იწყება როგორც თქვით რა. მოკლედ ფასებზე მაინც მიწერეთ და ყველაზე კაი ვარიანტი ეგ იქნება. ყველაფერზე გეტყვით დეტალურად ყველაფერს საერთოდ. კაი, წავიდით. ფიშო, გავიდით სამრეცაოზე, ანახება, მოხელსა. ანუ, გამონოხებიან ახლა საგებოსაც განახება, მაგრამ ანუ, ალავადია, ერთი მანქანასაც ძალიან ხდება და კეთილთანაც შეხედება ხოლმე საგანარი პრობლემა არაა რა. ძალიან მარტივად ირეცხება და ძალიან მარტივად ჩრდება რა. იმის გასავა აჭიდე ხილოსო გადაუშვათ, ხო ეგ არა, ანუ დაფერდოთ მარტო ეგეც ყოფნის რა. ასე ახლა დაიწყებდეთ ნახავთ და სოროფიდან გავაგზავნოთ. ჩვენი ძმაგელა